ინფლაცია ასეთ ისე ყველას გაუგია ეს ტერმინი, მე მგონი ადამიანი არ არის ვისაც არ გაუგია, მიუხედავად იმისა, რომ სიღრმისეულად ალბათ ვერც ვერავინ ანალიზებს, მაგრამ გვესმის, რომ ინფლაცია ჩვენ ცხოვრებას აუარესებს და ეს ალბათ ყველას ესმის. მაგრამ ჩვენ ახლა მეორე მხრიდანაც შევხედოთ, იქნება მართლა რაღაცათო საჭიროა ეს ინფლაცია იმისთვის, რომ ეკონომიკა უკეთესად იმუშაოს. რაისთვის არის საჭირო ინფლაცია? ანუ საერთოდ მარტივი ახსნა ამ იდეას, რომ ინფლაცია საჭიროა, გაჩნდა ფაქტობრივად რაღაც გაგებით, იმის რაღაც დოზით იდეა მანდაც არსებობდა, არის ყველაზე ცნობილი ეკონომისტის დამსახურება ლორდ კეინზის, რომელიც ცხოვრებას რო გადახედოთ, ის იყო ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა ადამიანს. დაიბადა დიდარ ოჯახში, დიდ ბრიტანეთში, კარგი ცხოვრება ჰქონდა, სიმდიდრეში ცხოვრობდა და მთელი ცხოვრება გულაობდა. შეიძლება ახალგაზრდა მოკვდა კიდეც. და მთელი მისი ცხოვრების კრედო იყო იცხოვრა დღევანდელი დღით, მიიღეს სიამოვნება ცხოვრებისგან. მის ბიოგრაფიას რო გადახედოთ, არც ერთ ეტაპზე მისი ცხოვრებისა არ შეუწყობია თავი რაღაც გრანდიოზული წვალებით. მაგას ეკუთვნის გამოთქმა გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ ყველანი. ამიტომ მისი კრედო, მისი ყველაზე ცნობილი, ასე ვთქვათ, ეს ფრაზა, რომელიც გამოყენებულია ერთ-ერთ ნაშრომში, რომ გრძელვადიან პერიოდში ჩვენ ყველა მაინც მოკვდებით. ანუ აღწერს პრინციპს, რომ მოდით არ მივაქციოთ ყურადღება რა იქნება მომავალში, ვიცხოვთ დღევანდელი დღით. და როგორ რა შეითავნება ეკონომიკურად ეს? თუ წამოიდგინეთ რაღაც ხდება ეკონომიკაში, არ ვართ კარგ მდგომარეობაში, კრიზისია. მილიონი მიზეზი შეიძლება ცუნამი დაარტყა, როგორც იაპონიაში იყო, მთავრობა რაღაც ვიღაც გააკეთა. ომი იყო მეზობელ ქვეყანაში და ჩვენ რაღაც დავზარავდით და შენ რაც არ უნდა იყოს მიზეზი. წამოიდგინეთ, რომ ადამიანს მათრახი რო დაარტყა და ამუშავა უფრო სწრაფად. ხო გასაგებია, რომ ეს ეკონომიკას რაღაცნაირად წაადგება. მაგრამ თუ მათრას კარგად ბლომად ურტყავ, ბოლოს ის ადამიანი კვდება. მაგრამ იმ მომენტში, რომ მათრას პირველად დაარტყავ, ეფექტი სახეზე გვექნება, უფრო მეც იმუშავებს. ამიტომ დავინახავთ, რომ რაღაც თქვა წარმოებაზე გაიზრდება გამოშვება. ადრე ხალხი უხასიათოდ მუშაობდა, ეხლა მათრას ურტყავენ და უკეთესად მუშაობენ. ამ მათრახის დარტყმის ეფექტი აქვს ფულის ბეჭდას. როცა მთავრობა ფულს ბეჭდავს, ადამიანები ტყუდებიან, გონიათ რომ მათ მეტი ფული აქვს. მიდიან რაღაცას ყიდულობენ, სესხს იღებენ, ყიდულობენ მანქანას, ყიდულობენ ტელეფონს, გაყიდვები იზრდება და საბოლოო ჯამში ეს ფული რო ვრცელდება, მერე ფასები იზრდება, ადამიანები ხვდებიან, რომ სინამდვილეში არ ქონდათ ის შემოსავალი, რომელიც ეგონათ. არ უნდა ეყიდათ ეს მანქანა, არ უნდა ეყიდათ ეს ტელეფონი, მერე ღარიბდებიან, მაგრამ იმ მომენტში ეს უკვე მომავლის ამბავია. 2 წელიწადში მოხდება, 3 წელიწადში მოხდება. მაგრამ დღეს ისინი მეც ყიდულობენ, ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება და ჩნდება იმის ილუზია, რომ ყველაფერი გადავლახეთ, ყველა პრობლემა გადავლახეთ. ამიტომ ინფლაციას ან ფულის ბეჭდას ეროვნული ბანკის მხრიდან შეიძლება ქონდეს მოკლევადიანი დადებითი ეფექტი. რომ მათრახი დავარტყათ მოქალაქეებს, რეალურად ისინი თავის დანაზოგს კი არ გააკეთებენ, მომავლისთვის კი არ მომზადებიან, რთულ პირობებში კი არ შექმნიან რაღაც ბალის უსაფრთხოების, რომ უკეთ მოერგონ ამ გარემოებს. აპირიქით, დღეს ყველაფერს დახარჯავენ, დღევანდელი დღით იცხოვრებენ. მაღაზიები, წარმოება, ყველა დაინახავს მეტ კლიენტს, მეტ უფრო იაფს სესხს, გაყიდვები გაიზრდება, გაიზრდება სამუშაო ადგილები, ყველას გაუხარდება, იტყვიან რომ რა გაათყოფილა, მაგრამ დადგება დრო, როცა მათრახისგან დატყმული მათრახისგან სიხში წამოვა, უკვე ვეღარ ადგები და რამდენიც არ უნდა დაარტყა მე მათრახი, უკეთესი მაინც არ გამოვა. საბოლოო ჯამში ეს არის, რასაც ჩვენ შეიძლება მივახციოთ ინფლაციით და ვინაიდან თვითონ ლორდ კეინსი ამბობდა, რომ დღევანდელი დღით უნდა ვიცხოვროთ, სულ ფეხებზე კიდე რა იქნება მომავალშიო. მისი ეკონომიკური თეორია ფაქტობრივად თუ მთავრობა ამით ხელმძღვანელობს, მთელ ქვეყანას აცხოვრებს ლორდ კეინზის ნაირად. და თუ თანმიმდევრული იქნება მთავრობა, შეიძლება ძალიან კარგი ცხოვრება ჰქონდეს და ძალიან მოკლე.